მილიონერი გვიან ღამით სახლში ბრუნდება და სამზარეულოში საჭმლის ქურდობაში ბავშვი ხვდება. მაგრამ როდესაც ის უფრო ახლოს უყურებს, ბიჭის სხეულზე ნიშანს ამოიცნობს, რამაც შოკში ჩააგდო. რაც უბრალო ქურდობა ეგონა, გადაიქცა შოკის მომგვრელ აღმოჩენად მილიონერის დაკარგული წარსულიდან. ახლა ის დილემის წინაშე დგას, რომელიც სამუდამოდ შეიძლება შეცვალოს მისი ცხოვრება, დაეხმაროს ბავშვს თუ გაარკვიოს საიდუმლო, რომელიც მოულოდნელად აკავშირებს მათ ცხოვრებას. თბილისის გარეუბანში მდებარე პატარა სახლში ნინო ლომიძე ფანჯარასთან იდგა და ოქროსფერი შემოდგომის ფოთლებს უყურებდა, რომლებიც ნელა ეშვებოდნენ მიწაზე. 35 წლის ქალი საკუთარი ცხოვრების გზა ჯვარედინზე იმყოფებოდა, 5 წლის წარმატებული კარიერა არქიტექტურის ფირმაში ვეღარ ავსებდა მის სულს. ფრთხილად მოსვა ყავა და ღრმად ამოისუნთქა. მისი ფიქრები შეაწყვეტინა ტელეფონის ზარმა. ნინომ ეკრანს დახედა და თვალები გაუფართოვდა. ბებია მისი ელენე ურეკავდა, რომელთანაც უკვე 3 წელი არ ესაუბრა. დილა მშვიდობისა, ნინო, გაისმა ხაზის მეორე მხრიდან ხანში შესული ქალის ხმა. ბებო, რა მოხდა? იკითხა ნინომ, გაოცებული იმით, რომ ბებია ესაუბრებოდა ამდენი წლის შემდეგ. ვიცი, რომ დიდი ხანია არ გვისაუბრია, მაგრამ გჭირდები, თქვა ელენემ, მისი ხმა აკანკალდა. საოჯახო სახლს სოფელში უყიდი და მინდა დამეხმარო ნივთების დახარისხებაში. ვიცი, რომ ბევრი რამ მოხდა ჩვენს შორის, მაგრამ ნინო გაჩუმდა. საოჯახო სახლი გურიაში, სადაც მან ბავშვობის ყველაზე ბედნიერი დღეები გაატარა, სანამ მისი მშობლები არ დაშორდნენ და ყველაფერი არ შეიცვალა. სახლი, რომელიც სავსე იყო მოგონებებით, როგორც ტკბილით, ისე მწარეთი. ვიცი, რომ ბევრი რამ გითხრეს ჩემზე, შვილიშვილო, გააგრძელა ელენემ. მაგრამ მინდა შენ თვითონ გაიგო სიმართლე, სანამ ძალიან გვიან არ არის. ნინომ ჩაახვალა მოულოდნელი ემოციებისგან თავის დასახტევად. როდის გინდა რომ ჩავიდე? ამ შაბათს, თუ შეძლებ. თვე დამრჩა სახლიდან გასვლამდე, ნინომ დათანხმებით უპასუხა და გათიშა. ფანჯარასთან დაბრუნდა და ახლა სხვა თვალით შეხედა შემოდგომის პეიზაჟს. რა უნდა ელენეს ამდენი წლის შემდეგ? რატომ ყიდის ის სახლს, რომელზეც ყოველთვის ამბობდა, რომ მხოლოდ მის ხელში უნდა დარჩენილიყო? იმ საღამოს ნინომ თავისი საუკეთესო მეგობარი, მარიამი, კაფეში შეხვდა. არ უნდა წახვიდე, თქვა მარიამმა, ფინჯანს ატრიალებდა. გახსოვს, როგორ მოგექცა მამა შენის დაშორების შემდეგ? როგორ ადანაშაულებდა დედაშენს ყველაფერში? ნინომ ამოიოხრა. ვიცი, მაგრამ ის ჩემი ბებია და ახლა ხანში შესულია. შეიძლება ეს ჩემი ბოლო შანსია, გავიგო რა მოხდა სინამდვილეში. ან ბოლო შანსია, რომ კიდევ ერთხელ გატკინოს გული, მიუგო მარიამმა, მაგრამ დანებდა, როცა დაინახა ნინოს გადაწყვეტილი გამომეტყველება. კარგი, წადი. მაგრამ ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო, თუ რამე მოხდება. იმ ღამეს ნინომ უძილობა დაიტანჯა, ფიქრებში წარსულში დაბრუნდა. მან გაიხსენა ბოლო საუბარი ბებიასთან, რომელიც ჩხუბით დასრულდა, ბრალდებები, ტყუილები და საიდუმლოებები, რომლებიც თითქოს მთელ მის ოჯახს ფესვებიდან ჩასჭიდებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მამამისი, გიორგი, საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და ახალი ოჯახი შექმნა. დედა თამარი წლების მანძილზე ცდილობდა, რომ წინ წასულიყო, მაგრამ მუდამ გაურბოდა წარსულზე საუბარს. ბებია ელენე კი დარჩა სოფლის სახლში, მარტო თავისი საიდუმლოებებით. ნინომ ტანსაცმელი ჩალაგება დაიწყო, მაგრამ შეჩერდა, როცა ხელში აიღო ძველი ფოტო, ის და მისი მშობლები ბავშვობაში, ბებიას სახლის ვერანდაზე, ყველა იღიმება. რა მოხდა ოჯახში, რამ დაარღვია ეს იდილია? ბევრჯერ უცდია ამის გარკვევა, მაგრამ მშობლები თავს არიდებდნენ პასუხს. შეიძლება ახლა გავიგო, ჩაილაპარაკა ნინომ და ფოტო ჩემოდანში ჩადო. 2 დღის შემდეგ ნინო ავტობუსში იჯდა, რომელიც მის მშობლიურ სოფლისკენ მიემართებოდა. ფანჯრიდან იყურებოდა, როგორ იცვლებოდა ქალაქის პეიზაჟი მთიანი გურიის ხეობებით. მისი გული აჩქარებით ფეთქავდა, არა მხოლოდ ბებიასთან შეხვედრის გამო, არამედ იმიტომაც, რომ გრძნობდა ეს მოგზაურობა შეიძლება მისი ცხოვრების შემაჯამებელი მომენტი ყოფილიყო. ავტობუსი სოფლის მთავარ მოედანზე გაჩერდა. ნინო ჩამოვიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნაცნობი ჰაერი, ხილისა და წიწვოვანი ტყის სურნელის ნაზავი. ბავშვობის მოგონებები წამოესწრო, სოფლის ორღობეებში თამაში, ხეებზე ცოცვა, ღელეში ფეხში შველად ყაპუნი. მან დაინახა ნაცნობი ფიგურა, რომელიც მისკენ მოდიოდა, ლევანი, მისი ბავშვობის მეგობარი, ახლა უკვე მაღალი, ძლიერი მამაკაცი, თუმცა იმავე თბილი ღიმილით, რომელიც ნინოს ახსოვდა. ვერ ვიჯერებ, რომ დაბრუნდი, თქვა ლევანმა მოახლოებისას. ელენემ თხოვა, შენ დასახვედრად მოვსულიყავი.
მას უჭირს ხანგრძლივი სიარული, ნინომ გაიღიმა, გაუხარდა ნაცნობი სახის დანახვა. კარგია შენი ნახვა, ლევან. როგორ ხარ? ისე რა, ცოცხლობ, გაიღიმა მან და ნინოს ჩემოდანი გამოართვა. წამო, ელენე გელოდება. მან მთელი დილა ხაჭაპურის ცომის სელვაში გაატარა, შენს საყვარელს აცხობს. გზად ლევანმა აუხსნა, რომ სოფელში დაბრუნდა 3 წლის წინ, მას შემდეგ რაც თბილისში ბიზნესი ვერ აუწყო. ახლა ის მუშაობდა ადგილობრივ სკოლაში მასწავლებლად და ეხმარებოდა ელენეს სახლის მოვლაში, მას შემდეგ რაც ქალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ის შენზე ბევრს საუბრობს, თქვა ლევანმა. ძალიან ნანობს, რომ თქვენი გზები გაიყარა. 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკა, უპასუხა ნინომ, ხმაში სიმტრით. ლევანი შეჩერდა. არის რაღაცები, რაც არ იცი, ნინო. მისმინე, სანამ განსჭიდე, ნინომ შეხედა მის ძველ მეგობარს, რომელიც თითქოს რაღაც საიდუმლოს ფლობდა. რა იყო ის, რაც მან არ იცოდა? რატომ გრძნობდა, რომ ყველა, ლევანიც კი, რაღაცას უმალავდა? ლევანმა მისი მზერა დაიჭირა და ნაზად გაუღიმა. ყველაფერს თავის დროზე გაიგებ. აი მოვედით, მათ წინ გამოჩნდა 2 სართულიანი ქვის სახლი ხის ვერანდით და წითელი კრამიტის სახურავით. ნინოს გული შეეკუმშა, აქ არაფერი შეცვლილიყო და ამავდროულად ყველაფერი სხვანაირი ჩანდა. სახლი, რომელიც ოდესღაც ესოდენ დიდი და შთამბეჭდავი ეგონა, ახლა პატარა და მოძველებული ეჩვენებოდა. ვერანდაზე იდგა მოხუცი ქალი, თეთრი თმით და ნაოჭებით დაღარული სახით, მაგრამ ისევ იმავე თვალებით ღრმა, ცისფერი და გამჭრიახი. ელენე ლომიძე, ხალი, რომელმაც ნინოს ბავშვობა გაალამაზა და შემდეგ გაუმწარა, ახლა მის წინ იდგა, ხელებს იფშნოდა და ნერვიულად იღიმებოდა. ნინო, თქვა მან ჩურჩულით. შინ მოხვედი, ნინო გაჩერდა, ემოციების ქარიშხალი მოედო. მას უნდოდა გაქცევა, უნდოდა ყვირილი, უნდოდა ტირილი. მაგრამ ყველაზე მეტად მას უნდოდა გაიგო სიმართლე, სიმართლე, რომელიც ამ სახლში იყო დამალული. ნინო ნელა ავიდა ხის კიბეებზე, თითოეული საფეხური ჭრიალებდა, თითქოს მის დაბრუნებას აცხადებდა. ელენე ვერანდაზე იდგა, ხელები გაშლილი, მაგრამ ნინო შეყონდა. ერთი მომენტით ისინი გაშეშდნენ დროში, ბებია და შვილიშვილი, წლების დუმილით დაშორებულნი. სახლი ისევ ლამაზია, თქვა ნინომ, ვერ გადაწყვიტა, უნდა ჩაეხუტა თუ არა ელენე. ელენემ ხელები დაუშვა და თავი დაუქნია. შემოდი, შემოდი. ჩაი მომზადებულია, სახლში შესვლისას ნინოს თვალები ბინდბუნჩი შეეჩვია. ყველაფერი ისე იყო, როგორც ახსოვდა, ხის იატაკი, ოჯახური ფოტოები კედლებზე, ძველი საათი, რომელიც მისი ბაბუის ხელით იყო შექმნილი. მაგრამ ახლა ყველაფერი უფრო პატარა ჩანდა, უფრო მკიფე, დროით დაზიანებული. შენი ოთახი მზადაა, თქვა ელენემ, სამზარეულოსკენ მიუძღვა. ლევანმა გუშინ დაალაგა, ნინომ ლევანს შეხედა, რომელიც კართან იდგა. მადლობა. არაფრის, გაიღიმა ლევანმა. უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ შემოვივლი, შენს დახმარებას შევძლებ, ელენემ თავი დაუქნია. შენი დახმარება დაგჭირდება, ჩემო კარგო. ბევრი სამუშაოა, ლევანის წასვლის შემდეგ ნინო და ელენე სამზარეულოს მაგიდასთან დასხდნენ, მათ შორის ორთქლიანი ჩაის ფინჯნები იდგა. დუმილი იყო მძიმე და უხერხული. რატომ ყიდი სახლს, იკითხა ნინომ ბოლოს. ელენემ ამოიოხრა. აღარ შემიძლია აქ ცხოვრება. ჩემი ფეხები აღარ არის ისეთი, როგორიც იყო და დოქტორმა მითხრა, რომ მჭირდება უკეთესი სამედიცინო მომსახურება, ქალაქთან ახლოს. სად წახვალ? შენი დეი და თამარი იღებს ბინას თბილისში. მასთან ვიცხოვრებ. ელენემ ჩაის მოსვა, მაგრამ სანამ წავალ. არის ბევრი რამ, რაც უნდა იცოდე, ნინო, ნინოს გული აუჩქარდა. ახლა მოვიდა მომენტი, როდესაც გაიგებდა რა უნდოდა ელენეს. ეს სახლი მარტო ჩემი არ არის, გააგრძელა ელენემ. ის შენი მამის და დედის სახელზეცაა. და შენს სახელზეც, ჩემი ანდერძის მიხედვით, ნინომ წარბები შეკრა. ჩემი მშობლები იციან, რომ ყიდი, ელენემ თავი გააქნია. არა. ამიტომაც დაგირეკე. მე მჭირდება შენი დახმარება მათთან მოლაპარაკებაში. რა თქმა უნდა, ფულის უმეტესი ნაწილი მათ დარჩებათ და შენ. ამიტომ დამირეკე. ფულის გამო ნინოს ხმა გაუმკაცრდა. არა, ელენემ სწრაფად უპასუხა. მე დაგირეკე, იმიტომ რომ დრო გადის ნინო. და მე მინდა. მინდა რომ იცოდეს სიმართლე შენი ოჯახის შესახებ, სანამ ძალიან გვიან არ არის. რა სიმართლე, ნინო წინ გადაიხარა. რაზე საუბრობ, ელენემ გაიცინა, მაგრამ ეს სიცილის ევდიანი იყო დაღლილი.
ყველაფერს თავის დროზე. ჯერ დაისვენე, შვილიშვილო. გზა გრძელი იყო და ისტორიაც გრძელია. ნინო ჩუმად ადგა და თავის ოთახში ავიდა. იქ ყველაფერი ისე იყო, როგორც 15 წლის წინ დატოვა, იმავე ლურჯი საწოლის გადასაფარებელი, იმავე წიგნები თაროზე, იმავე სურათები კედელზე. ერთი ფოტო მიიზიდა მისი ყურადღება, ბაბუა მისი, კოტე მამამისთან, გიორგისთან ერთად მდინარესთან თევზაობისას. კოტეს სახე ბედნიერი იყო, ამაკი. გიორგი, მაშინ ახალგაზრდა კაცი, იღიმოდა კამერაში, თევზი ეჭირა ხელში. ნინომ ამოიოხრა. ბაბუა კოტე გარდაიცვალა, როცა ის მხოლოდ 10 წლის იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მამა და დედა ხშირად ჩხუბობდნენ, ბებია ელენე უფრო მწარე და მკაცრი გახდა. ფანჯარასთან მივიდა და გახედა ბაღს, სადაც ვაშლის ხეები ისევ იდგა, ახლა ოქროსფერი ფოთლებით დაფარული. რამდენი დრო გაატარა ამ ხეებზე, რამდენი საიდუმლო გაუზიარა მათ. კარზე კაკუმა გამოაფხიზლა. ელენე იდგა, ხელში ძველი ხუთით. ვიფიქრე, ეს დაგაინტერესებდა, თქვა მან, 5 საწოლზე დადო. შენი ბავშვობის ნივთებია. სურათები, ნახატები. ყველაფერი შევინახე, ნინო ყუთს მიუახლოვდა. რატომ? იმიტომ რომ მიყვარხარ, ნინო. ყოველთვის მიყვარდი, ელენეს ხმა გატყდა. ვიცი, რომ ამას ვერ დაიჯერებ ჩემი საქციელის შემდეგ. მაგრამ ეს სიმართლეა, ელენე წავიდა, სანამ ნინო რაიმე სიტყოდა. შვილი მარტო დარჩა ყუთთან, რომელიც წარსულის ნაწილებს ინახავდა. მან ფრთხილად გახსნა ყუთი. ზემოდან იდო მისი ნახატები, მზე, სახლი, ოჯახი, ყველა ბავშვური ხაზებით შესრულებული. ქვემოთ იყო ფოტოები, ნინო პატარა, ნინო მშობლებთან, ნინო ბაბუასთან და ბებიასთან. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ყველა მათგანი ბედნიერების მომენტებს ასახავდა. მაგრამ ყუთის ფსკერზე იყო რაღაც, რაც ნინოს არ ახსოვდა, ძველი დღიური ტყავის ყდით. გახსნა და პირველ გვერდზე ხელწერა იცნო, თავისი დედის. ჩემო საყვარელო თამარი, იწყებოდა წერილი, თუ ამას კითხულობ, ესე იგი მე უკვე აღარ ვარ. ნინო გაშეშდა. ეს იყო წერილი დედამისისადმი დაწერილი. ბაბუა კოტეს მიერ. გულის ფრიალით მან დაიწყო კითხვა, მე აღარ ვარ და დროა იცოდე სიმართლე. მე შევწდი, ჩემო გოგო. ძალიან შევწდი, როცა შენს ქორწინებას შევეწინააღმდეგე. გიორგი კარგი კაცია და ის გიყვარს. მაგრამ ჩემი სიამაყე და ჩვენი ოჯახების ძველი მტრობა არ მაძლევდა საშუალებას, დამენახა ეს. შენი დედა ელენე ცდილობდა მეთქვა სიმართლე, მაგრამ მე არ მოусმინე. ახლა როცა ნინო დაიბადა, ვხედავ რა შეცდომა დაუშვი. არ მინდა რომ ჩემმა სიამაყემ და ჩვენმა ოჯახურმა ტრადიციებმა გაანადგუროს შენი ბედნიერება, როგორც თითქმის გაანადგურა ჩემი. მინდა რომ გიორგის ოჯახს შეურიგდე, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა წარსულში. ვიცი რომ ელენეს უჭირს ამის გაგება. მთელი ცხოვრება მას ვასწავლიდი, რომ ლომიძეები და ბერიძეები ვერასოდეს იქნებოდნენ მეგობრები. მაგრამ შენ და გიორგიმ დაამტკიცეთ, რომ ეს არ არის მართალი. დაპირდი რომ დაეხმარები ელენეს, გააგებინებ მას. წერილი აქ წყდებოდა, თითქოს კოტეს ვეღარ მოესწრო დასრულება. ნინო შოკში იყო. ლომიძეები და ბერიძეები. მამამისი გიორგი იყო ბერიძე და დედამისი თამარი ლომიძე. მაგრამ რა მტრობაზე საუბრობდა ბაბუა? რა მოხდა ამ ორ ოჯახს შორის? მან დღიური დახურა და ჩაფიქრდა. ახლა ბევრი რამ აზრს იძენდა, დედამისის და მამამისის ქორწინების წინააღმდეგობა ოჯახების მხრიდან, ბებია ელენეს სიძულვილი მამამისისადმი და ბოლოს მათი განქორწინება. კიბეები ჭრიალებდა, ვიღაც ადიოდა. ნინომ სწრაფად შეინახა დღიური ხუთში და კარებისკენ მიბრუნდა. ლევანი იდგა, სახეზე ღიმილით. ვახშამი მზადაა. ელენემ თხოვა ამოვსულიყავი. ლევან, ნინომ ნერვიულად კითხა, იცი რამე ჩემი ოჯახის შესახებ? ლომიძეებისა და ბერიძეების შესახებ, ლევანის ღიმილი გაქრა. ელენემ გითხრა უკვე. არა, მე. რაღაც ვიპოვე. რა მოხდა, ლევან? რა მტრობა ამ ორ ოჯახს შორის, ლევანმა თავი გააქნია. ეს არ არის ჩემი სალაპარაკო, ნინო. ელენემ უნდა გითხრას. მაგრამ შენ იცი? მხოლოდ ნაწილი. რაღაცეები, რაც ელენემ მითხრა, როცა ავად იყო, ლევანი შეშფოთებული ჩანდა. გთხოვ, ნინო. კითხე ელენეს, ნინომ ამოიოხრა, მაგრამ დათანხმდა.
ერთად ჩავიდნენ სამზარეულოში, სადაც ელენეს ვახშამი მოემზადებინა, ღომი ყველით, შემწვარი გოჭი და სალათი ბაღიდან. ვახშმობისას საუბარი ძირითადად სოფლის ამბებს ეხებოდა, ვინ დაქორწინდა, ვინ გადავიდა ქალაქში, როგორ შეიცვალა ადგილობრივი სკოლა. ნინო ყურადღებით უსმენდა, მაგრამ მისი გონება სხვაგან იყო, ბაბუის დღიურთან და საიდუმლოებასთან, რომელიც ელენეს უნდა გაემხილა. ლევანის წასვლის შემდეგ, როცა ჭურჭელს რეცხავდნენ, ნინომ გადაწყვიტა ეკითხა. ბებო, დაიწყო მან ფრთხილად, მე ვიპოვე დღიური. ბაბუალ კოტეს დღიური. იქ იყო წერილი დედაჩემისადმი. ელენეს ხელები გაუშეშდა. ტაფა, რომელსაც რეცხავდა, წყალში ჩაუვარდა, სად იპოვე, იკითხა მან, ხმა უკანკალებდა. ხუთში, რომელიც მომეცი. ჩემი ბავშვობის ნივთებთან ერთად იყო, ელენემ თვალები დახუჭა. არ უნდა მეჩვენებინა ის ხუთი. ჯერ არა, მან ღრმად ამოისუნთქა. კარგი. ალბათ დროა. მაგრამ არა ახლა, ნინო. გთხოვ. ძალიან დავიღალე დღეს. ხვალ ყველაფერს გიამბობ, ნინო არ იყო კმაყოფილი ამ პასუხით, მაგრამ დათანხმდა. მან დაამთავრა ჭურჭლის რეცხვა, ელენეს ღამე მშვიდობისა უსურვა და თავის ოთახში ავიდა. ღამით, საწოლში წოლისას, ნინო ფიქრობდა ყველაფერზე, რაც დღეს აღმოაჩინა. რა საიდუმლოს ინახავდა ელენე? რა მოხდა ლომიძეებსა და ბერიძეებს შორის, რამაც ასე დააშორა მისი მშობლები? დილით, როცა ჩამოვიდა, ელენე უკვე სამზარეულოში იყო, მაგიდაზე ყავა და ხაჭაპური იდო. დილა მშვიდობისა, თქვა ელენემ, სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. კარგად გეძინა. არც ისე აღიარა ნინომ. ბევრი ვფიქრობდი, ელენემ თავი დაუქნია. ვიცი. დროა სიმართლე გაიგო, მან პატარა გასაღები ამოიღო ჯიბიდან. გახსენი ჩემი კაბინეტი. იქ არის კარადა. ამ გასაღებით გახსენი. შიგნით ნახავ ყველაფერს, რაც გჭირდება, რომ გაიგო შენი ოჯახის ისტორია. ნინომ გასაღები აიღო, გაოცებული ელენეს საქციელით. შენ არ მომიყვები? ზოგი ისტორიას უკეთესია, თავად წაიკითხო, უპასუხა ელენემ. ნე. მე მირჩევნია, ჯერ შენ გაეცნო ყველაფერს. შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, ნინო უკან გადაიხარა დაბნეული. რატომ ახლა, ბებო? რატომ ამდენი წლის შემდეგ, ელენემ სუსტად გაიღიმა? იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლეს დრო სჭირდება, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეს. და იმიტომ, რომ მე ახლა მზად ვარ, ვაღიარო ჩემი შეცდომები, ნინომ ვერაფერი უპასუხა. ის ხედავდა ელენეს თვალებში სინანულს, ტკივილს და რაღაც ახალს იმედს. ლევანი მოვა, რომ დაგეხმაროს, დაამატა ელენემ. ნე. უნდა ვეწვიო მეზობელს ანას. ის არ არის კარგად, ნინო მარტო დარჩა. მან ჩაის სწრაფად დალია, ხაჭაპური გადაკლაპა და ელენეს კაბინეტისკენ გაემართა, გასაღებით ხელში, მზად იმისათვის, რომ ბოლოს გაიგო სიმართლე თავისი ოჯახის შესახებ. ელენეს კაბინეტი პატარა იყო, მაგრამ მოწესრიგებული. წიგნების თაროები კედლებს ფარავდა, ხის მაგიდაზე ქაღალდები იყო დალაგებული, ფანჯრიდან კი ბაღის ხედი იშლებოდა. ნინომ შენიშნა, რომ ოთახის კუთხეში იდგა ძველი კარადა, რომელიც არასოდეს ენახა ადრე, ან იქნებ არც კი დაინტერესებულა. გასაღები ჩაატრიალა და კარადის კარი გაიღო. შიგნით იყო ერთმანეთზე დაწყობილი ხუთები, ძველი ალბომები და საქაღალდეები. ერთი ხუთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, წითელი, მოქარგული ნახატებით. ნინომ ის გამოიღო და მაგიდაზე დადო. ხუთში იყო ძველი წერილები, ფოტოები და დოკუმენტები. ზემოდან იდო ყვითელი კონვერტი, რომელზეც ელენეს ხელით ეწერა, ნინოს, როცა დრო მოვა. ნინომ გახსნა კონვერტი და ამოიღო ფურცელი. ჩემო ძვირფასო ნინო, თუ ამას კითხულობ, ესე იგი გადავწყვიტე, რომ დრო მოვიდა, გაიგო სიმართლე შენი ოჯახის შესახებ. არ ვიცი როგორ მოუყვე ამ ისტორიას პირისპირ, ამიტომ გთხოვ, წაიკითხო ეს წერილები და დოკუმენტები. ისინი მოგიყვებიან ამბავს, რომელიც დაიწყო დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ შენი დაბადებამდე. ალბათ ნახე კოტეს დღიური. ეს მხოლოდ დასაწყისია. აქ არის მეტი, წერილები, რომლებიც კოტემ დამიტოვა, წერილები შენი მშობლებისა და დოკუმენტები, რომლებიც ხსნიან, რატომ გახდა ჩვენი ოჯახი ასეთი დაშლილი. მე ვნანობ, ნინო. ვნანობ ყველაფერს, რაც გავაკეთე და არ გავაკეთე. და იმედი მაქვს, რომ როცა ამ ყველაფერს წაიკითხავ, შეძლებ მაპატიო. სიყვარულით, ბებო ელენე, ნინომ ხუთი გადაათვალიერა. იქ იყო წერილების დასტები, ფოტოალბომები და რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი. მან აიღო ერთი ფოტოალბომი, რომელსაც ეწერა ლომიძეები და ბერიძეები, ადრეული წლები.
ალბომის პირველ გვერდზე იყო ძველი, გაცრეცილი ფოტო ორი ახალგაზრდა კაცისა და ახლოებით 20 წლის, რომლებიც იღიმებოდნენ კამერაში მხრებზე ხელჩაკიდებულნი. უკან ეწერა: კოტე ლომიძე და ზურაბ ბერიძე, 1960, ნინო გაოცდა. მისი ბაბუა, კოტე ლომიძე და როგორც ჩანს, გიორგის მამა, ზურაბ ბერიძე, მეგობრები იყვნენ. შემდეგ გვერდებზე იყო უფრო მეტი ფოტოები, ორივე ოჯახი ერთად პიკნიკზე, ორი ახალგაზრდა ქალი ბავშვებთან ერთად. ალბომის ბოლოს ნინომ ნახა წერილი ჩადებული ფოტოებს შორის: ჩემო ძვირფასო კოტე, არ ვიცი როგორ გითხრა ეს, მაგრამ ზურაბმა გაიგო ჩვენს შესახებ. მას არ უნდა რომ შენ და მე ერთად ვიყოთ. ამბობს რომ ეს გაანადგურებს თქვენს მეგობრობას და ბიზნესს. გთხოვ, შეხვდი და ესაუბრე მას. მას ესმის სიყვარულის, ვიცი. მუდამ შენი, ნათია. ნინო დაბნეული იყო. ვინ იყო ნათია? და რა ხდებოდა მასა და ბაბუამის შორის, რამაც ზურაბი ასე გააღიზიანა. მან აიღო შემდეგი წერილი, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელი ჩანდა: კოტე, ჩვენი მეგობრობა აქ მთავრდება. როგორ შეგეძლო ასე მოქცევა? ნათია ჩემი დანიშნული იყო. ჩვენ ოჯახის შექმნას ვგეგმავდით. და შენ? შენ მიმიღალატე. არასოდეს შეგრცხვეს? ერთად გავიზარდეთ, ერთად ვაშენეთ ბიზნესი. და აი, როგორ გადამიხადე, წაიყვანე ქალი, რომელიც მიყვარდა. მე ვტოვებ სოფელს. არ მინდა შენი დანახვა ჩემს დარჩენილ სიცოცხლეში. რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, ჩემი წილი მიყიდე. ვერ ვიმუშავებ კაცთან, რომელსაც არ ვენდობი. ზურაბ ბერიძე, ნინოს გული აუჩქარდა. ახლა მეტი ნათელი მოეფინა ამბავს: ბაბუო, კოტემ შეუყვარდა ქალი, რომელიც ზურაბის დანიშნული იყო. და ეს ქალი ნათია. უნდა ყოფილიყო ელენე. მან მეტი წერილები გადაათვალიერა. წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ზურაბმა და კოტემ დაკარგეს კავშირი. ორივე ოჯახი სხვადასხვა სოფელში ცხოვრობდა. მაგრამ შემდეგ 30 წლის შემდეგ რაღაც მოხდა. კოტეს და ელენეს შვილი, თამარი, შეხვდა და შეუყვარდა ზურაბის ვაჟი, გიორგი. ნინო მიპოვა დედამისის და მამამისის წერილების, სასიყვარულო წერილები, რომლებიც ისინი ერთმანეთს უგზავნიდნენ საიდუმლოდ მათი ოჯახების დაპირისპირების მიუხედავად. ჩემო საყვარელო გიორგი, ეწერა ერთ წერილში, ვიცი რომ ჩვენი ოჯახები არასოდეს დაგლოცავენ, მაგრამ მე მიყვარხარ და მინდა შენთან ვიყო. იქნებ შევძლოთ გავიქცეთ, დავიწყოთ ახალი ცხოვრება სადმე, სადაც არავინ იცის ჩვენი ოჯახების მტრობის შესახებ. ბოლოს, ნინო მიპოვა დოკუმენტი, რომელიც ყველაფერს ცვლიდა, საქორწინო მოწმობა. მისი მშობლები დაქორწინებულიყვნენ საიდუმლოდ ელენესა და კოტეს დაუკითხავად. კარზე კაკუმა შეაწყვეტინა კითხვა: ნინო, შეიძლება შემოვიდე? ეს ლევანი იყო. შემოდი, დაუძახა ნინომ, თვალები წერილებიდან არ მოუშორებია. ლევანი შემოვიდა და მაშინვე მიხვდა, რასაც ნინო აკეთებდა. ნახე უკვე. მხოლოდ ნაწილი, უპასუხა ნინომ. ასე გამოდის, რომ ჩემი ბაბუა, კოტე და გიორგის მამა, ზურაბი, ოდესღაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მაგრამ მერე კოტემ შეიყვარა ქალი, რომელიც ზურაბს უყვარდა, ელენე. და ეს ყველაფერი დაინგრა, ლევანმა თავი დაუქნია. ეს მხოლოდ დასაწყისია. განაგრძე კითხვა: ნინომ ახალი წერილების დასტა აიღო, რომლებიც დათარიღებული იყო მისი დაბადების შემდეგ. პირველი იყო ბაბუა კოტესგან დედამისისადმი: ჩემო საყვარელო თამარ, ნინოს დაბადება ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. შენ და გიორგიმ ჩემი გული გაახარეთ. ვიცი რომ არ ვაძლევდი გიორგის შანსს, ვიცი რომ მეშინოდა ეს სიყვარული კიდევ უფრო მეტ ტკივილს მოიტანდა ჩვენს ოჯახებს შორის. მაგრამ ახლა ვხედავ რომ შევცდი. გუშინ შევხვდი ზურაბს. პირველად 30 წლის შემდეგ. ის მოვიდა საავადმყოფოში, ნინოს სანახავად. ვერ დავიჯერე, როცა დავინახე. ის გამოიცვალა, ისევე როგორც მე. ჩვენ ვისაუბრეთ. ბევრი ცრემლი იყო, ბევრი ბოდიში. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენი შვილიშვილი გააერთიანებდა ჩვენს გაყოფილ ოჯახებს. ვიცი, რომ ელენეს უჭირს ამის მიღება. მას ჯერ კიდევ აქვს ბრაზი ზურაბის მიმართ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ისიც შეცვლის აზრს. ყველაფერი შეიცვალა ახლა, როცა ნინო გვყავს. სიყვარულით, მამა ნინოს თვალები ცრემლით აევსო. ის არასოდეს ფიქრობდა, რომ მისი დაბადება ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ოჯახის ისტორიაში. ბაბუა კოტე და ზურაბი შერიგდნენ, კითხა მან ლევანს. დიახ, უპასუხა ლევანმა. მაგრამ
კითხვა განაგრძე, ნინომ იპოვა შემდეგი წერილი, რომელიც დათარიღებული იყო რამდენიმე თვითგვიან. ეს იყო ელენესგან კოტესადმი. კოტე რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ მინდა ზურაბის დანახვა ჩვენს სახლში? არ მაინტერესებს, რომ ის ნინოს ბაბუაა. მას არ აქვს უფლება იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი, იმის შემდეგ რაც გააკეთა. შენ არ იცი, კოტე. შენ არ იცი სრული სიმართლე. მე ვცდილობდი დამემალა ეს წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ შეცდომა იყო. უნდა გითხრა, რაც მოხდა იმ ღამეს, როცა ზურაბმა გაიგო ჩვენს შესახებ. ის მოვიდა ჩემთან, თვრალი და გაბრაზებული. მან მითხრა, რომ თუ შენთან ვიქნებოდი, ის დაანგრევდა ყველაფერს, რაც შენთვის ძვირფასი იყო. მან მცემა, კოტე. და მერე ის შეეცადა, რომ წერილი აქ წყდებოდა, თითქოს ელენეს ვერ მოეხერხებინა და ეწერა, რა მოხდა. მაგრამ ნინო მიხვდა, ზურაბი შეეცადა ელენეს გაუპატიურებას იმ ღამეს. ღმერთო ჩემო, ჩაიჩურჩულა ნინო, წერილი ხელიდან გაუვარდა. ელენე არასოდეს უამბობდა კოტეს სრულ სიმართლეს, თქვა ლევანმა ჩუმად. მას ეშინოდა, რომ კოტე მოკლავდა ზურაბს, თუ გაიგებდა. მაგრამ ბაბუო, კოტე და ზურაბი შერიგდნენ. როგორ შეძლო ელენემ ამის მიღება? ის ვერ შეძლო, უპასუხა ლევანმა. აი რატომ იყო წინააღმდეგი, როცა თამარი და გიორგი შეხვდნენ? აი რატომ ვერ იტანდა გიორგის? მისთვის ის იყო ზურაბის შვილი, კაცის, რომელმაც ასე ძალიან ატკინა. ნინომ განაგრძო კითხვა. იყო უფრო მეტი წერილი, უფრო მეტი დოკუმენტი. მან გაიგო, რომ ბაბუა მისის კოტეს გარდაცვალების შემდეგ ელენე კიდევ უფრო მკაცრი გახდა გიორგის მიმართ. მან აიძულა თამარი აერჩია, ან გიორგი, ან ოჯახი. და თამარმა აირჩია გიორგი. შემდეგ იყო უფრო მეტი დრამა, ზურაბის გარდაცვალება, გიორგის და თამარის დაშორება და ბოლოს ნინოს გაუცხოება თავისი ბებიისგან. მე არ ვიცოდი, თქვა ნინომ, უკანასკნელი წერილი დაიხურა. არ ვიცოდი, რამდენი ტკივილი იყო ჩვენს ოჯახში. ელენე ფიქრობდა, რომ იცავდა ყველას, თქვა ლევანმა. იგი ფიქრობდა, რომ თუ გააგრძელებდა ზურაბის და მისი ოჯახის სიძულვილს, ის დაიცავდა საკუთარ ოჯახს. მაგრამ სინამდვილეში ამან უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ნინომ ღრმად ამოისუნთქა. მაგრამ რატომ ახლა? რატომ გადაწყვიტა ელენემ ახლა მეთქვა ყველაფერი? ლევანი გაჩუმდა, თითქოს ყოყმანობდა, რაღაც ეთქვა. რა არის, ლევან? რა ხდება? ელენე ავადა, ნინო, თქვა მან ბოლოს. ძალიან ავად. ექიმებმა უთხრეს, რომ მას ბევრი დრო აღარ აქვს. ერთი წელი, შეიძლება ნაკლები, ნინოს თაუბრუ დაეხვა. და მაგრამ მან მითხრა, რომ სახლს ყიდის, რადგან მას უკეთესი სამედიცინო მომსახურება სჭირდება ქალაქში. ეს ნაწილობრივ მართალია. მაგრამ სინამდვილეში მას უნდა, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომები, სანამ გვიან არ არის. მას უნდა, რომ თქვენი ოჯახი ისევ გაერთიანდეს. ნინო ადგა, ოთახში აბუბოქრებული ემოციებით სიარული დაიწყო. ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო ერთბაშად მისაღები, ტრაგედია, საიდუმლოებები, ტყუილები და სიყვარული, რომელიც თაობებს გრძელდებოდა. სად არის ელენე ახლა? იკითხა მან ბოლოს. ანასთან, უპასუხა ლევანმა. ის იქნება რამდენიმე საათში. ნინომ კიდევ ერთხელ გადახედა ყუთს, წერილებს, ფოტოებს. ერთი ფოტო მისი ყურადღების ცენტრში მოექცა, ახალი, ფერადი ფოტო, რომელზეც ელენე იდგა თავის ბაღში, თამარის გვერდით. ორივე იღიმებოდა, მაგრამ მათ შორის იყო სიცარიელე, თითქოს ვიღაც აკლდათ. ეს როდის გადაიღეს? იკითხა ნინო. ერთი თვის წინ, უპასუხა ლევანმა. თამარი ჩამოვიდა, როცა ელენემ უთხრა თავისი ავადმყოფობის შესახებ. დედა ჩემი იყო აქ. და მე არ მითხრა. ელენემ სთხოვა, არ ეთქვა. ის ამბობდა, რომ შენ უნდა გაგეგო სრული ისტორია, სანამ ყველას ერთად შეხვდებოდი. ნინო ფანჯარასთან მივიდა და გახედა ბაღს, რომელიც ახლა შემოდგომის ფერებით იყო შემოსილი. ამდენი ტყუილი, ამდენი ტკივილი. მაგრამ ასევე, ამდენი სიყვარული. რა უნდა ელენეს ჩემგან? იკითხა მან ლევანისკენ მოუბრუნებლად. მას უნდა, რომ გაერთიანო ოჯახი, ნინო. ის ამბობს, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია. ნინო ვერანდაზე ისხდა, როცა ელენე დაბრუნდა. მოხუცი ქალი ნელა მოდიოდა გზაზე, მისი მოძრაობა მძიმე და დაღლილი იყო. ნინომ ახლა სხვა თვალით შეხედა ბებიას, არა როგორც მკაცრ გულქვა ქალს, არამედ როგორც ადამიანს, რომელმაც უზარმაზარი ტკივილი გადაიტანა და შეეცადა, როგორც შეეძლო ისე დაეცვა თავისი ოჯახი. ელენე შეჩერდა, როცა ნინო დაინახა.
წაიკითხე, იკითხა მან ჩუმად. ნინომ თავი დაუქნია. ყველაფერი, მან ფეხი აადგა და ბებიასთან მივიდა, კლავები გაშალა და ჩაიხუტა. ელენე გაიყინა მომენტალურად, მაგრამ შემდეგ დაიჯერა, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა და თავის შვილიშვილს მოეხვია. მაპატიე, ჩურჩულებდა ელენე. ყველაფრისთვის მაპატიე. ბებო. ნინო უკან გაიცია, მაგრამ ხელები არ გაუშვია, რატომ არ მითხარი? რატომ არ მითხრა დედამ ან მამამ? რატომ ვიზრდებოდი ამ საიდუმლოებების გარემოცვაში? ელენემ ამოიოხრა და ვერანდის საფეხურზე ჩამოჯდა. ნინო მის გვერდით მიუჯდა. ჩვენ გვეგონა, რომ გიცავდით, თქვა ელენემ. ზოგჯერ მშობლები და ბებიები ფიქრობენ, რომ სიმართლის დამალვით იცავენ ბავშვებს. მაგრამ სინამდვილეში. ჩვენ უბრალოდ ვიცავდით საკუთარ თავს, ჩვენს სირცხვილს, ჩვენს ტკივილს. ნინომ ხელი მოჰკიდა ბებიას ხელს, რომელიც გაცილებით უფრო გამხდარი და მყიფე ჩანდა, ვიდრე ახსოვდა. ლევანმა მითხრა, რომ ავათხარ, თქვა ნინომ, ხმაში ცრემლებით. ელენემ თავი დაუქნია. ექიმებს უცდიათ, რაც შეუძლიათ. მაგრამ კიბო ძალიან შორს არის წასული. რატომ არ მითხარი? არ მინდოდა, ამით მომეზიდე. მინდოდა, რომ მოსულიყავი, იმიტომ რომ გინდოდა ჩემი ნახვა და არა იმიტომ რომ გებრალებოდი. ნინო მიხვდა, რაოდენ ამაყი ქალი იყო მისი ბებია, მიუხედავად ყველაფრისა, რაც გადაიტანა, ის ჯერ კიდევ ცდილობდა, ძლიერი ყოფილიყო. მე მინდა დაგეხმარო, ბებო, თქვა ნინომ. რა შემიძლია გავაკეთო? ელენემ მიმოიხედა ბაღში, შემოდგომის ფერებით მოფენილ ეზოში, რომელიც მისი ცხოვრების ამდენი წლის მოწმე იყო. ზურაბი ცუდი კაცი არ იყო, თქვა მან მოულოდნელად. ის უბრალოდ იტანჯებოდა. ისევე, როგორც მე. ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. ამდენი წელი დამჭირდა ამის გასაგებად. ნინომ შეხედა თავის ბებიას, გაოცებული ამ აღიარებით. იმ ღამეს, როცა მან გაიგო კოტეს და ჩემს შესახებ. იყო საშინელი რამ, რაც მან სცადა. მაგრამ ის მთვრალი იყო, ტკივილით გაგიჟებული. ეს არ ამართლებს მის ქმედებას, მაგრამ მას შემდეგ ვფიქრობდი, რომ ის მონსტრი იყო. მაგრამ არ იყო. იყო უბრალოდ ადამიანი, რომელმაც საშინელი შეცდომა დაუშვა. რატომ არასოდეს უთხარი ბაბუა კოტეს? იმიტომ რომ კოტე მოკლავდა მას, უპასუხა ელენემ მარტივად. და ეს დაანგრევდა კოტესაც. მე მიყვარდა ის და არ მინდოდა დამეკარგა. ასე რომ გავჩუმდი. და ეს ჩუმად ყოფნა გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ელენე შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა. როცა თამარი და გიორგი შეხვდნენ, ეს იყო ჩემთვის კოშმარი. თითქოს წარსული ბრუნდებოდა. ვერ ვიტანდი აზრს, რომ ჩემი ქალიშვილი ზურაბის შვილს შეიყვარებდა. როცა კოტე გარდაიცვალა, მე უბრალოდ გავტყდი. გავხდი ის, რაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, წარენ მრისხანე ქალი, რომელიც ვერავის ბედნიერებას ვერ იტანდა. მაგრამ ახლა გინდა ყველაფრის გამოსწორება? იკითხა ნინომ. ელენემ თავი დაუქნია. ძალიან გვიან გავიგე, რომ სიძულვილი არაფერს აშენებს, მხოლოდ ანგრევს. მე ვანგრიე, ჩემი ოჯახი. შენი დედა, შენი მამა. შენ. ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ გამოვტოვე შენი ცხოვრების ამდენი წელი. ნინოს თვალებში ცრემლები მოაწვა. მან ბებია ისევ ჩაიხუტა. ჯერ არაა გვიან, ბებო. ჯერ კიდევ დრო გვაქვს. ისინი დიდხანს ისხდნენ ასე, მზის ჩასვლას უყურებდნენ ძველი სახლის ვერანდიდან. რა გინდა რომ გავაკეთო? იკითხა ნინომ ბოლოს. მინდა რომ დაურეკო შენს დედას და მამას, უპასუხა ელენემ. მინდა რომ ჩამოვიდნენ აქ. მინდა რომ საბოლოოდ ვუთხრა გიორგის, რომ ვნანობ. მინდა რომ ჩვენი ოჯახი გაერთიანდეს სანამ წავალ. ნინოს უნდოდა ეთქვა, რომ ელენე არსად მიდიოდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს ტყუილი იქნებოდა. ამის ნაცვლად მან თავი დაუქნია. დავურეკავ მათ. ის ღამე ნინომ უძილოდ გაატარა. ტელეფონით საუბარი დედასთან და მამასთან იყო ემოციური და რთული. ისინი გაოცებულები იყვნენ, რომ ნინო მიცოდა სიმართლე. დედამისი თამარი ტიროდა. მამამისი გიორგი ჩუმად იყო, მაგრამ ბოლოს დათანხმდა, რომ ჩამოვიდოდა. მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ელენე სურს ჩემი ნახვა? იკითხა მან. იცი, რამდენი წლის განმავლობაში ის მე მადანაშაულებდა ყველაფერში. ის შეიცვალა, მამა, უპასუხა ნინომ. და ის კვდება. ეს მისი ბოლო შანსია. ჩვენი ბოლო შანსი. დილით ნინო ადრე გაიღვიძა და ბაღში გავიდა. მოულოდნელად დაინახა ლევანი, რომელიც ხეებს შორის მუშაობდა.
დილა მშვიდობისა მიესალმა ნინო, მისკენ მიდიოდა. რა საკეთებ აქ ადრიანად? ვეხმარები ელენეს ბაღის მოწესრიგებაში, უპასუხა ლევანმა ღიმილით. მას უნდა რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, როცა თქვენი ოჯახი ჩამოვა. ნინომ გახედა ეზოს, რომელსაც ნაზი ოქროსფერი მზის სხივები ეფინებოდა. ბავშვობის ამდენი მოგონება იყო აქ დამარხული, თამაშები ბაბუა კოტესთან, დედის სიცილი, მამის ძლიერი ხელები, რომლებიც მას ხელზე ახტუნებდნენ. ვაპირებ ქალაქში დაბრუნებას, თქვა ნინომ მოულოდნელად. დღეს საღამოს ავტობუსით ლევანი გაჩერდა. რატომ? შენი მშობლები ხვალ ჩამოდიან, არა? სწორედ ამიტომ, უპასუხა ნინომ. მინდა თან წამოვიყვანო ჩემი ბინის გასაღები, ზოგიერთი ნივთი. და მინდა გავათავისუფლო ჩემი სამსახური. აღარ ვაპირებ იქ დაბრუნებას, ლევანი დაბნეული ჩანდა. რას გულისხმობ? ნინომ ღრმად ჩაისუნთქა. გადავწყვიტე, რომ დავრჩები აქ. ელენესთან. მის ბოლო დღეებში. და შემდეგ. არ ვიცი. შეიძლება სოფელში დავრჩე. ყოველთვის მინდოდა ჩემი საკუთარი დიზაინის სტუდიო. შეიძლება აქ გავაკეთო, ლევანმა ფრთხილად დადო ბარი და ნინოსთან მივიდა. ნინო, იცი რომ ეს უზარმაზარი გადაწყვეტილებაა, არა? არ მინდა რომ ისეთი შეგრძნება გქონდეს, თითქოს ვალდებული ხარ. ეს ჩემი არჩევანია, შეაწყვეტინა ნინომ. ყოველთვის ვგრძნობდი რომ რაღაც მაკლდა ჩემს ცხოვრებაში, ლევან. ახლა ვიცი რა იყო ეს ფესვები. ოჯახი. სიმართლე. არ მინდა კიდევ ერთხელ დავკარგო ის, ლევანმა თავი დაუქნია, მისი თვალები თბილი და გამგები იყო. მაშინ წაგიყვან ქალაქში. და მოგიყვან უკან. მადლობა, გაუღიმა ნინომ. მაგრამ თუ შეიძლება ნურაფერს ეტყვი ელენეს. არ მინდა იფიქროს რომ მივდივარ და აღარ ვბრუნდები, ლევანმა თავი დაუქნია. დღის განმავლობაში ნინომ და ელენემ გაასუფთავეს სახლი და გაამზადეს ოთახები თამარისა და გიორგისთვის. ელენე უჩვეულოდ ენერგიული იყო, თითქოს პერსპექტივა იმისა, რომ ოჯახი ისევ ერთად იქნებოდა, აძლიერებდა მას. ნახე, რა ვიპოვე, თქვა ელენემ, როცა საძინებელ ოთახებს ალაგებდნენ. მან გამოიღო ძველი, მტვრიანი ხუთი. ეს არის შენი მშობლების ქორწილის სურათები. არც ერთი ჩვენგანი არ იყო იქ, მაგრამ მათ გამოგვიგზავნეს, ნინომ ფრთხილად გახსნა ხუთი. შიგნით იყო რამდენიმე ფოტო, თამარი და გიორგი, ახალგაზრდები და ბედნიერები, იდგნენ პატარა ეკლესიის წინ. მათი სახეები სიყვარულით იყო სავსე, იმედით. როგორ შეძლეს მათ დაშორება? იკითხა ნინომ ჩუმად უფრო საკუთარ თავს ვიდრე ელენეს. ზოგჯერ სიყვარული არ არის საკმარისი, უპასუხა ელენემ მაინც. ზოგჯერ ტკივილი ძალიან დიდია. შენი მამა. ის ძალიან ჰგავდა ზურაბს. ეს მაგიჟებდა. ყოველ ჯერზე როცა ვუყურებდი, ვხედავდი კაცს, რომელმაც ჩემი ცხოვრება დაანგრია. და შენი დედა. იგი ვერ იტანდა ჩემს დამოკიდებულებას. ბოლოს მან არჩევანი გააკეთა. მე ვერ ვადანაშაულებ, ნინო დაფიქრდა, რამდენი ზიანი შეიძლება მოიტანოს წარსულის ტკივილმა, როცა საშუალებას ვაძლევთ, რომ ჩვენი ცხოვრება მართოს. მამა ჩემი კარგი ადამიანია, თქვა ნინომ. ის არ არის დამნაშავე იმაში, რაც ზურაბმა გააკეთა. ვიცი, დაეთანხმა ელენე. ახლა ვიცი. მაგრამ ძალიან გვიან. არასოდეს არის ძალიან გვიან, უპასუხა ნინომ, ბებიას ხელი მოჰკიდა. ხვალ შენ შეგიძლია დაიწყო თავიდან, საღამოს ნინო ჩუმად გაიპარა სახლიდან, ლევანის მანქანით ქალაქში წასასვლელად. ელენე ადრე დაწვა დაღლილი დღის აქტიურობით. ქალაქში ჩასვლისას ნინო პირდაპირ თავის ბინაში წავიდა. ადგილი უცნაურად უცხო ეჩვენა, თითქოს წლები გაეტარებინა შორს და არა მხოლოდ რამდენიმე დღე. მან ტანსაცმელი ჩაალაგა, აიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი და თავისი ლეპტოპი. შემდეგ დაჯდა, რომ წერილი დაეწერა თავისი ბოსისთვის, მოკლე, მაგრამ გულწრფელი ახსნა, რომ ოჯახური მიზეზების გამო ტოვებდა სამსახურს. კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა წერა. როცა გააღო, მარიამი იდგა სახეზე შეშფოთებით. ღმერთო ჩემო, ნინო. რატომ არ მპასუხობდი? სამჯერ დაგირეკე, ნინომ თავის ტელეფონს დახედა და შენიშნა, რომ მართლაც ჰქონდა გამოტოვებული ზარები. ბოდიში, მარიამ. ძალიან დაკავებული ვიყავი, მარიამმა შეათვალიერა ჩემოდანი. მიდიხარ სადმე? ბრუნდები სოფელში, უპასუხა ნინომ. ელენესთან, მარიამის თვალები გაფართოვდა. და. მაგრამ. რატომ?
რა მოხდა? ნინომ ღრმად ამოისუნთქა და მარიამს ყველაფერი უამბო. საიდუმლოებები, რომლებიც აღმოაჩინა ელენეს ავადმყოფობა, მისი გადაწყვეტილება დარჩენილიყო ბებიასთან. ნინო, კი, მაგრამ შენი კარიერა? შენი ცხოვრება აქ? იკითხა მარიამმა. ჩემი ცხოვრება იქაც შეიძლება იყოს, უპასუხა ნინომ. მე არქიტექტორი ვარ, მარიამ. შემიძლია ვიმუშაო, სადაც მინდა. და სოფელში. იქ ჩემი ფესვებია. ახლა ეს ვიცი, მარიამმა ამოიოხრა, მაგრამ თავი დაუქნია. მესმის. მაგრამ მომენატრები. შენც გაუღიმა ნინომ და მეგობარს ჩაეხუტა. მაგრამ ეს ხომ მსოფლიოს დასასრული არ არის. შეგიძლია ჩამოხვიდეთ და მესტუმრო. და მეც ჩამოვალ. ეს მხოლოდ 2 საათის გზაა, მათ კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, სანამ ლევანმა არ დარეკა, რომ ეთქვა, რომ გარეთ ელოდებოდა. უნდა წავიდე, თქვა ნინომ, თავისი ჩემოდანი აიღო. ხვალ დილით თამარი და გიორგი ჩამოდიან. მინდა იქ ვიყო, როცა ისინი მოვლენ, მარიამმა ისევ ჩაიხუტა ნინო. იყავი ბედნიერი, ჩემო მეგობარო. და, ნინო. მიხარია, რომ იპოვე ის, რასაც ეძებდი. ნინომ თვალები დახუჭა, გრძნობდა, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. მეც ჩურჩულით უპასუხა. გზაში უკან, სოფლისკენ, ნინო ჩუმად იყო, ფიქრობდა ყველაფერზე, რაც უახლოეს დღეებში მოხდებოდა. როგორ მიიღებდა გიორგი ელენეს ბოდიშს? როგორ შეძლებდნენ მისი მშობლები ურთიერთობის აღდგენას ამდენი წლის შემდეგ? და რა იქნებოდა შემდეგ ნინოსთვის, მისი ოჯახისთვის? ფიქრობ, ოდესმე დაბრუნდები ქალაქში? იკითხა ლევანმა, ფრთხილად ატარებდა მანქანას ღამის სიბნელეში. ნინომ გახედა მთებს, რომლებიც მთვარის შუქზე იკვეთებოდა. არ ვიცი, უპასუხა გულწრფელად. ვიცი მხოლოდ ის, რომ ახლა სწორ ადგილას ვარ. მიხარია, თქვა ლევანმა ჩუმად. მომწონს, რომ დაბრუნდი. ნინომ შეხედა თავის ბავშვობის მეგობარს, რომელიც ახლა მამაკაცი იყო, ყარი და საიმედო. მეც მიხარია, რომ დაუბრუნდი, უპასუხა ღიმილით. როცა სოფელს მიუახლოვდნენ, ნინომ დაინახა ელენეს სახლის შორიდან. ფანჯრები ჩაბნელებული იყო, მაგრამ ვერანდაზე სუსტი შუქიენთო, თითქოს ელოდებოდა ვიღაცას, ვინც დაბრუნდებოდა შინ. ხვალ დიდი დღეა, თქვა ლევანმა, როცა მანქანა სახლის წინ გააჩერა. დიახ, დაეთანხმა ნინო. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. ლევანმა მის ხელზე დაადო თავისი ხელი. იქნება. ნახავ, ნინომ ჩემოდანი აიღო და სახლისკენ გაემართა, გული უცნაურად მშვიდი ჰქონდა. ვერანდაზე ის შეჩერდა და უკან მოიხედა. ლევანი ჯერ კიდევ მანქანაში იჯდა, უყურებდა მას. ნინომ ხელი დაუქნია და ლევანმაც უპასუხა. სახლში შესვლისას ნინო მიგრძნო, რომ ეს მართლაც მისი სახლი იყო. მიუხედავად ყველა ტრაგედიისა და ტკივილისა, რომელიც ამ კედლებში იყო დამარხული, აქ ასევე იყო სიყვარული და იმედი. და ხვალ მისი ოჯახი ისევ ერთად იქნებოდა, რაც უნდა მომხდარიყო. დილით ნინო ადრე გაიღვიძა. ფანჯრიდან ცის კაშკაშა ლურჯი ფერი მოჩანდა, იდეალური დღე ოჯახის შეხვედრისთვის. მან სწრაფად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა, სადაც ელენე უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდა. ადრე ადექი შენიშნა ნინომ, ბებიას ლოყაზე აკოცა. ვერ მეძინა, აღიარა ელენემ. სულ ფიქრობდი, რა ვუთხრა გიორგის. ნინომ ხელი მოჰკიდა ბებიას მხარზე. უბრალოდ უთხარი სიმართლე. უთხარი, რომ ნანობ. ელენემ თავი დაუქნია, ოდნავ აკანკალებული ხელებით აგრძელებდა ცომის ზელვას. როდის ჩამოდიან? იკითხა მან. დილის ავტობუსით. უნდა იყვნენ აქ 11 საათზე. ელენემ ღრმად ამოისუნთქა. მე აქ დაგელოდები. შენ წადი, დახვდი მათ. ასე იქნება უკეთესი, ნინო დაეთანხმა. შეამჩნია, რომ ელენე უფრო დაღლილი ჩანდა დღეს, მისი სახე უფრო ფერმკრთალი იყო. მიუხედავად ამისა, მისი თვალები იყო ნათელი და მტკიცე სავსე გადაწყვეტილებით. საუზმის შემდეგ ნინო გარეთ გავიდა, რომ ბაღში მოეცადა. ცოტა ხანში ლევანი გამოჩნდა, ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა. ეს ელენესთვის, თქვა მან, ნინოს გაუწოდა. ვიფიქრე, რომ ყვავილები გაახალისებს სახლს, ნინომ გაიღიმა. მადლობა, ლევან. ძალიან ლამაზია, ისინი ერთად შევიდნენ სახლში. ელენემ ყვავილები დაინახა და გაუღიმა ლევანს. ყოველთვის იცი, რა გამახალისებს, თქვა მან. ნინო ჩადე ისინი იმ დიდ ლურჯ ვაზაში და დადგი სასტუმრო ოთახში. დრონელა გადიოდა, ელენე სულ უფრო ნერვიულობდა. ის დაუღალავად ალაგებდა სახლს, ამოწმებდა საჭმელს, ასწორებდა ფარდებს. ბოლოს, ნინომ საათს დახედა და თქვა, დრო მოვიდა.
წავალ ავტობუსის გაჩერებაზე, ელენემ მხოლოდ თავი დაუქნია, სიტყვები ვერ იპოვა. ნინო ნელა მიდიოდა სოფლის ცენტრისკენ, ფიქრებში ჩაძირული. მისი მშობლები არ ენახა 6 თვის განმავლობაში და მაშინაც შეხვედრა იყო მოკლე და უხერხული. როგორი იქნებოდა მათთან შეხვედრა ახლა, როცა იცოდა სიმართლე მათი ისტორიის შესახებ. ავტობუსის გაჩერებაზე უკვე რამდენიმე ადამიანი იდგა, ელოდებოდა ქალაქიდან მომავალ ტრანსპორტს. ნინომ პატარა სკამზე დაჯდა და დაელოდა. ავტობუსი ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა. ნინო ადგა, მისი გული აჩქარებით ფეთქავდა. ავტობუსიდან ჩამოვიდა რამდენიმე მგზავრი და მათ შორის მისი მშობლები. თამარი გამოიყურებოდა ისევე ელეგანტურად როგორც ყოველთვის, მაგრამ მის სახეზე იყო დაღლილობის ნიშნები. გიორგი, მამამისი, თითქოს უფრო მოხუცებულიყო, მის შავ თმაში ვერცხლისფერი ჭაღარა მატებოდა. ნინო, თამარმა შვილი დაინახა და მასთან გაიქცა, ჩაიხუტა. ნინომ დედა ჩაიხუტა, გრძნობდა, როგორ კანკალებდა ქალი მის ხელებში. გამარჯობა, დედა, ჩაილაპარაკა ნინომ. შემდეგ გიორგისკენ მიბრუნდა. მამა, გიორგი ფრთხილად მიუახლოვდა, მისი სახე დაძაბული იყო. როგორ ხარ, ნინო? კარგად, უპასუხა ნინომ და მამასაც ჩაეხუტა. უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. ამდენი სათქმელი იყო, მაგრამ არავინ იცოდა, საიდან დაეწყო. ელენე გელოდებათ, თქვა ნინომ ბოლოს. წავიდეთ, გზაში, თამარი ცდილობდა ჩვეულებრივი საუბრის წარმართვას, ეკითხებოდა ნინოს მის სამსახურზე, ცხოვრებაზე ქალაქში. მაგრამ ნინო ხვდებოდა, რომ დედა ნერვიულობდა, ლაპარაკობდა იმიტომ, რომ არ უნდოდა სიჩუმე. გიორგი, პირიქით, ჩუმად იყო. მისი მზერა ხშირად მიემართებოდა გზის ორივე მხარეს, აკვირდებოდა ადგილებს, რომლებიც ალბათ საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. არ შეცვლილა აქაურობა, თქვა მან ბოლოს. ბევრი რამ შეიცვალა, უპასუხა ნინომ. მაგრამ ბევრი რამ დარჩა იგივე, როცა ელენეს სახლთან მივიდნენ, სამივე გაჩერდა. გიორგი დიდხანს უყურებდა შენობას. ბოლოს აქ ვიყავი, როცა მან არ დაასრულა წინადადება, ვიცი, უპასუხა ნინომ. ელენემ მითხრა ყველაფერი. მან მაჩვენა ძველი წერილები, ფოტოები, გიორგი და თამარი გაოცებულები მიაჩერდნენ შვილს. ყველაფერი, კითხა თამარმა. დიახ, დაუდასტურა ნინომ. ზურაბის და კოტეს შესახებ, ელენეს და ზურაბის შესახებ, თქვენი საიდუმლო ქორწინების შესახებ. ყველაფერი, გიორგის სახეზე გაურკვეველი ემოცია გამოისახა, შოკი, შვება, შიში. და ელენემ გადაწყვიტა, რომ უნდა შევხვდეთ. რატომ ახლა, იკითხა მან. ნინომ დედას შეხედა, რომელმაც თვალები დახარა. იმიტომ რომ ის კვდება, მამა, უპასუხა ნინომ ჩუმად. მას კიბო აქვს. ექიმებმა თქვეს, რომ 1 წელიც არ დარჩენია, თამარი ხელების სახეზე აიფარა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მომხდარიყო, ელენე მაინც მისი დედა იყო. გიორგი გაიყინა. რამდენიმე წამის შემდეგ მან ღრმად ამოისუნთქა და კიბეებისკენ გაემართა. წავიდეთ, თქვა მან. მოვისმინოთ, რა უნდა რომ თქვას, სახლში შესვლისას მათ ელენე დახვდათ, იდგა სასტუმრო ოთახის შუაში, ხელები ერთმანეთში ჩაეწნა. მან ჯერ თამარს შეხედა. შვილო, თქვა ელენემ, ხმა უკანკალებდა. თამარი შეყონდა, შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედას და ჩაეხუტა. ისინი დიდხანს იდგნენ ასე, ჩუმად ტიროდნენ. შემდეგ ელენემ გიორგისკენ მიაპყრო მზერა. მოხუცი ქალი უცებ პატარა და მოწყვლადი ჩანდა. გიორგი, თქვა მან. მადლობა, რომ მოხვედი, გიორგი თავს იკავებდა, მისი სახე უემოციო იყო. ნინომ თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო, ელენემ მოულოდნელად გადადგა ნაბიჯი გიორგისკენ. შემიძლია ცოტა ხნით შენთან მარტო ვისაუბრო, იკითხა მან. გიორგი გაოცდა, მაგრამ თავი დაუქნია. ნინომ და თამარმა გადახედეს ერთმანეთს და სამზარეულოსკენ გაემართნენ, ელენე და გიორგი სასტუმრო ოთახში მარტო დატოვეს. სამზარეულოში თამარი ფანჯარასთან დადგა, ეზოს გახედა. როგორ არის, იკითხა მან. ელენე ფიზიკურად საკმაოდ სუსტად, მაგრამ ცდილობს არაჩვენოს. სულიერად. მას მართლა სჭირდება ეს, დედა. ის ნანობს ყველაფერს, რაც გააკეთა, თამარმა ამოიოხრა. ვიცი. ის დამირეკა 1 თვის წინ, როცა გაიგო დიაგნოზი. მაშინ ჩამოვედი პირველად წლების შემდეგ. ის სხვა ადამიანი იყო. როგორც ძველად, სანამ მამა შენი გარდაიცვლებოდა, ნინომ დედას ხელი მოჰკიდა. რატომ არ მითხარი, დედა?
რატომ არ მიამბე ამ ისტორიის შესახებ? თამარმა შვილს შეხედა, მის თვალებში სინანული ჩანდა. მეგონა რომ გიცავდი. არ მინდოდა რომ ჩვენი ოჯახის ტკივილი შენზეც გადმოსულიყო. და მერცხვინებოდა ნინო. მერცხვინებოდა რომ ვერ შევძელი ჩემი ქორწინების გადარჩენა, რომ ვერ დავეხმარე დედაჩემს გამკლავებოდა საკუთარ დემონებს. ნინომ დედა ჩაიხუტა. ეს შენი ბრალი არ იყო. არავის ბრალი არ იყო. უბრალოდ. ზოგჯერ ტკივილი ძალიან დიდია, სასტუმრო ოთახიდან ისინი ხმამაღალი საუბრის ხმას გაიგონებდნენ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ნინო წუხდა რა ხდებოდა იქ. როგორ რეაგირებდა გიორგი ელენეს ნათქვამზე? უცებ ყველაფერი ჩაჩუნდა. რამდენიმე წამის შემდეგ სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და გიორგი გამოვიდა, მისი თვალები წითელი იყო, სახე კი მშვიდი. შეგიძლიათ დაბრუნდეთ, თქვა მან. ნინო და თამარი სასტუმრო ოთახში შევიდნენ. ელენე სავარძელში იჯდა, მისი სახეცრემლებით იყო დასველებული, მაგრამ ღიმილი ჰქონდა. ელენე, ყველაფერი რიგზეა? იკითხა თამარმა. ელენემ თავი დაუქნია. დიახ, შვილო. ყველაფერი რიგზეა. მგონი, პირველად წლების განმავლობაში ყველაფერი მართლა რიგზეა. გიორგი ნინოს გვერდით დადგა. ელენემ მითხრა სიმართლე. ყველაფერი. იმის შესახებ თუ რა მოხდა მას და მამაჩემს შორის, თქვა მან ჩუმად. არ ვიცოდი. არასოდეს ვიცოდი. ნინო მიხვდა რას გულისხმობდა მამამისი სურაბის მცდელობას რომ გაეუპატიურებინა ელენე. ეს იყო საიდუმლო, რომელიც მისმა ბებიამ ამდენი წლის განმავლობაში შეინახა. გავიგე ახლა, რატომ ვერ მიტანდა, გააგრძელა გიორგიმ. ყოველთვის როცა მიყურებდა ხედავდა მამაჩემს. ხედავდა კაცს, რომელმაც სცადა. მან ვერ დაასრულა წინადადება და მე მივატოვე ჩემი ქალიშვილი ამ ტკივილთან, თქვა ელენემ, თამარს შეხედა. გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ვაიძულე ერთშია ჩემსა და მის სიყვარულს შორის. მაპატიე, შვილო, თამარი ელენესთან მივიდა და მის გვერდით დაიჩოქა, ხელები მოჰკიდა. მაპატიე შენს რომ ვერ გავიგე რა ტკივილს ატარებდი, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს იყო სხვა სახის სიჩუმე, არა დაძაბული და სავსე უთქმელი სიტყვებით, არამედ მშვიდის საერთო შვების სიჩუმე. რა ხდება ახლა? იკითხა ნინომ ბოლოს. რა იქნება შემდეგ? ახლა ჩვენ ვისაუბრებთ, უპასუხა ელენემ. ვისაუბრებთ წლების განმავლობაში. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ადრე ვერ ვთქვით. გიორგიმ მიმოიხედა ოთახში, მისი მზერა შეჩერდა კედელზე ჩამოკიდებულ ძველ ფოტოზე. კოტე და ზურაბი, ახალგაზრდები იდგნენ მდინარესთან. მამაჩემი არ იყო ცუდი კაცი, თქვა მან ჩუმად. ის უბრალოდ დაკარგა გზა. დავფიქრებულ ვარ ხოლმე, რამდენად განსხვავებული იქნებოდა ყველაფერი. მას რომ ეპოვა გზა უკან, კოტესთან, ელენესთან, ოჯახთან, ელენემ გაიღიმა, ცრემლებით სავსე თვალებით. იცი, კოტემ და ზურაბმა შერიგება დაიწყეს, სანამ კოტე გარდაიცვლებოდა. ისინი იწყებდნენ ხიდის აღდგენას. შენ და თამარმა და შემდეგ ნინომ მიეცით მათ ეს შანსი. მაინც გვიან იყო, თქვა გიორგიმ. არასდროს არის გვიან, უპასუხა ელენემ, მისი ხმა უჩვეულოდ ძლიერი იყო. სანამ ცოცხლები ვართ, არასდროს არის გვიან. აი, რატომ მინდოდა რომ ჩამოსულიყავით. მინდა რომ გამოვასწოროთ შეცდომები, სანამ შეგვიძლია. ამ სიტყვებზე გიორგი მიუახლოვდა თამარს, რომელიც ჯერ კიდევ ელენეს გვერდით იჯდა. შენი სიმართლეა, თქვა მან. ხომ ვიცი რომ შენ ყოველთვის მართალი ხარ, თამარი სუსტად გაიღიმა. ეს ჩემი პირველი ტყუილია. პირველი ბევრს შორის ჩაილაპარაკა გიორგიმ, მისი ხმა თბილი იყო, როგორც ნინოს არასოდეს სმენია. ოთახში ატმოსფერო შეიცვალა, გახდა უფრო მსუბუქი, თითქოს დიდი ტვირთი აიღეს ყველას მხრებიდან. ისადილეთ ჩემთან, თქვა ელენემ, წამოდგა. მოვამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები, მათ სადილი მიირთვეს ერთად, პირველად წლების განმავლობაში. საუბარი ჯერ კიდევ უხერხული იყო, შეწყვეტილი ხანგრძლივი სიჩუმეებით, მაგრამ თანდათან ყველა უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. სადილის შემდეგ თამარმა შენიშნა, ნინო ამბობს რომ სახლს ყიდი, დედა. ელენემ მიმოიხედა, მისი მზერა შეჩერდა თითოეულ ოთახში, თითოეულ კუთხეში, სადაც იმდენი მოგონება იყო დამარხული. დიახ, უპასუხა მან. ძალიან დიდია ჩემთვის. და მჭირდება ფული მკურნალობისთვის. არ გაკიდო, თქვა გიორგი მუცებ, ყველა გაოცდა. ეს არის ოჯახის სახლი. ჩვენი ოჯახის. ის უნდა დარჩეს ოჯახში, ელენე შეცბუნებით შეხედა. გიორგი, მე ვერ მოული მას.
ჩვენ მოუვლით, თქვა გიორგიმ, შეხედა თამარს, რომელიც ასევე გაოცებული ჩანდა. შენ გჭირდება ადგილი თბილისში, ახლოს საავადმყოფოსთან. ჩვენ შეგვიძლია ამის მოგვარება. მაგრამ ეს სახლი უნდა დარჩეს, ელენეს თვალები ცრემლით აევსო. მაგრამ რატომ გინდა რომ ეს სახლი დარჩეს? ამდენი ტკივილის შემდეგ გიორგიმ ელენეს შეხედა, მერე თამარს და ბოლოს ნინოს. იმიტომ რომ აქ არის არა მხოლოდ ტკივილი, არამედ სიყვარულიც, თქვა მან. ჩვენი მამების სიყვარული ერთმანეთის მიმართ, სანამ ყველაფერი დაინგრეოდა. შენი და კოტეს სიყვარული. ჩემი და თამარის სიყვარული. და ნინოს სიყვარული, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ელენემ ხელი გაიწოდა და გიორგის ხელს შეეხო. მადლობა, ჩურჩულით თქვა მან. ფანჯრიდან ნინომ დაინახა ლევანი, რომელიც ბაღში მუშაობდა. მან ხელი დაუქნია, როცა შენიშნა, რომ ნინო უყურებდა. მოდით, გავიაროთ გარეთ, შესთავაზა ნინომ. დღე ძალიან ლამაზია. და მინდა გაიცნოთ ვიღაც ოთახიდან გასვლისას, ნინო შეჩერდა და უკან მოიხედა. მისი ოჯახი, ელენე, თამარი და გიორგი, ისხდნენ მაგიდასთან დაკავშირებულნი და გაყოფილნი, მაგრამ ახლა ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს გზას პოულობდნენ ერთმანეთისკენ. იმ მომენტში ნინომ გადაწყვიტა, რომ დარჩებოდა ამ სახლში, ამ სოფელში. დარჩებოდა თავის ფესვებთან. და ვინ იცის, იქნებ ლევანთან ერთად, შეძლებდა შეექმნა ახალი ოჯახი, რომელიც არ იქნებოდა წარსულის ტყვე, არამედ ისწავლიდა წარსულიდან და ააშენებდა უკეთეს მომავალს. 6 თვე გავიდა იმ დღიდან, როცა ნინოს ოჯახი ისევ გაერთიანდა. შემოდგომის ოქროსფერი ფოთლები შეცვალა ზამთრის თოვლმა, რომელიც შემდეგ გაზაფხულის პირველმა ყვავილებმა ჩაანაცვლა. ახლა უკვე ზაფხული იდგა, მზიანი და თბილი. ნინო იდგა ელენეს სახლის ვერანდაზე და აკვირდებოდა ლევანს, რომელიც ბაღში მუშაობდა. მათი ურთიერთობა ნელა, მაგრამ სტაბილურად ვითარდებოდა ამ თვეების განმავლობაში. დასაწყისში ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო და საერთო მიზანი ელენეს მოვლა, ახლოს აკავშირებდა მათ. ნინო! ტელეფონი, ელენეს ხმა გაისმა შიგნიდან. ნინომ შეაღო კარი და შევიდა სახლში, რომელიც ახლა უკვე მისი საკუთარი იყო. ელენე ისვენებდა სავარძელში, ჟურნალს კითხულობდა. მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ არც გაუარესებულა და ყველა დღეს საჩუქრად აღიქვამდა. თამარია, თქვა ელენემ, ტელეფონი გაუწოდა. ნინომ აიღო ყურმილი. გამარჯობა, დედა. ნინო, როგორ ხარ? როგორაა ელენე? იკითხა თამარმა. კარგად ვართ ორივე. ელენეს დღეს კარგი დღე აქვს. ბაღში გავიდა დილით. მიხარია, თქვა თამარმა. მე და გიორგი ვფიქრობთ, რომ ამ შაბათ-კვირას ჩამოვიდეთ. რა სიტყვი? ნინომ გაიღიმა. მისი მშობლები რეგულარულად სტუმრობდნენ სოფელს ბოლო თვეების განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ თავიდან აეშენებინათ ურთიერთობა ერთმანეთთან და ელენესთან. ეს ყოველთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ნაბიჯ ისინი პროგრესს აღწევდნენ. რა თქმა უნდა, ჩამოდით. ელენეს გაუხარდება, უპასუხა ნინომ. საუბრის დასრულების შემდეგ ნინომ ფანჯრიდან გახედა ბაღს. ლევანი ახლა ვაშლის ხის ქვეშ იჯდა, წყალს სვამდა. ნინომ გაიღიმა, როცა გაახსენდა, როგორ დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა. ეს მოხდა 3 თვის წინ, ცივი, თოვლიანი საღამოს. ელენე უკვე დაწოლილიყო, ნინო კი სამზარეულოში ჯერ კიდევ ჭურჭელს რეცხავდა, როცა კარზე კაკუნი გაისმა. ლევანი იდგა ზღურბლზე, თოვლით დაფარული, ხელში პატარა ყუთით. ბოდიში გვიანი შეწუხებისთვის, თქვა მან. მაგრამ ვიფიქრე, ეს უნდა გენახა. ყუთში იყო პატარა კატის კნუტი, შავთეთრი, ტრემელა და ცივისგან აკანკალებული. ვიპოვე სკოლის ეზოში, აუხსნა ლევანმა. არ ვიცოდი, სად წამეყვანა, იმ ღამეს ისინი ერთად ზრუნავდნენ კნუტზე, ატბობდნენ, კვებავდნენ. დილისკენ, როცა კნუტი უკვე მშვიდად ეძინა, ლევანმა და ნინომ ერთმანეთს შეხედეს, თითქოს პირველად ხედავდნენ ერთმანეთს. ლევანი ფრთხილად მიუახლოვდა, ნინოს ლოყაზე შეეხო. და უცებ, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას ჩადგა. ახლა, თვეების შემდეგ, ნინოს ეჩვიც აღარ ეპარებოდა, რომ ლევანი იყო ის ადამიანი, ვისთანაც უნდოდა ცხოვრების გატარება. მან გამოიღო ჯიბიდან პატარა ნახაზი, ახალი სტუდიის დიზაინი, რომელსაც ლევანთან ერთად აშენებდა სოფლის ცენტრში. ეს იქნებოდა ნინოს არქიტექტურული პრაქტიკის ახალი სახლი.
თბილისში დარჩენილმა კოლეგებმა უკვე შესთავაზეს რამდენიმე პროექტზე თანამშრომლობა დისტანციურად და ნინოს ჰქონდა იმედი, რომ შეძლებდა სოფელში ცხოვრებასა და პროფესიული განვითარების შეთავსებას. რას აკეთებ? იკითხა ელენემ, მიუახლოვდა ნინოს. ვუყურებ ლევანს, უპასუხა ნინომ ღიმილით. ელენემ გაიღიმა. ის კარგი ბიჭია. ყოველთვის იყო. ვიცი, დაეთანხმა ნინო. ელენემ შვილიშვილს მხარზე ხელი დაადო. მიხარია, რომ დაბრუნდი, ნინო. მიხარია, რომ მომეცა შანსი, გამესწორებინა ჩემი შეცდომები, ნინომ ბებია ჩაიხუტა. მეც მიხარია, ბებო, მოგვიანებით იმ დღეს ნინო და ლევანი სოფლის გარეთ სეირნობდნენ. მათ მიაღწიეს მაღალ ბორცვს, საიდანაც მთელი სოფელი ჩანდა. როგორ ფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე? იკითხა ნინომ. რომ აქ დავრჩი? ლევანმა ჩაიცინა. მე რომ მკითხო, აბსოლუტურად სწორია. მაგრამ თავარია, რას ფიქრობ შენ? ნინომ მიმოიხედა, მწვანეველები, შორეული მთები, პატარა სოფელი თავისი ხის სახლებით. როგორ შეიძლებოდა ეჭვი შეჰპარვოდა? აქ იყო მისი გული, მისი სული, მისი ისტორია. ეს ჩემი სახლია, თქვა მან მარტივად. ლევანმა ხელი მოჰკიდა და ერთად დაბრუნდნენ სოფლისკენ. სახლში დაბრუნებისას ნინომ შენიშნა მანქანა ეზოში. მისი მშობლები უკვე ჩამოსულიყვნენ, ადრე ვიდრე ელოდა. სახლში შესვლისას მას ხმამაღალი სიცილის ხმა შემოესმა. ელენე, თამარი და გიორგი სამზარეულოში ისხდნენ, ალბომს ათვალიერებდნენ და იცინოდნენ. აი, ნახეთ ეს, ამბობდა გიორგი. ეს არის, როცა თამარმა თავისი პირველი თევზი დაიჭირა. კოტემ თითქმის მთელი დღე ასწავლა, როგორ გაეკეთებინა. და შენ ცდილობდი, გამოგერთმია ჩემთვის, უპასუხა თამარმა ღიმილით. გიორგი იმდენად ეჩვიანობდა, რომ მამამ მასაც ასწავლა თევზაობა. მე არ ვეჩვიანობდი, წამოიძახა გიორგიმ, სახე გაუცითლდა. რა თქმა უნდა, ეჩვიანობდი, ჩაერია ელენე, მისი ხმა თბილი იყო. ყოველთვის გინდოდა, რომ პირველი ყოფილიყავი თამარის გულში, გიორგი გაჩუმდა, მაგრამ მისი თვალები იუბნებოდნენ თამარს, რომ ეს სიმართლე იყო. ნინო გაშეშდა კართან. როგორ შეიცვალა ყველაფერი? ელენე, რომელიც ერთ დროს ისე სცულდა გიორგი, ახლა მშვიდად ხუმრობდა მასთან. თამარი და გიორგი, რომლებიც ერთმანეთს ერიდებოდნენ, ახლა ერთად იხსენებდნენ ბავშვობის მოგონებებს. ნინო, შეამჩნია თამარმა. მოდი, დაგვიჯექი. ვათვალიერებთ ძველ ალბომებს, რომლებიც გიორგიმ ჩამოიტანა, ნინო მაგიდასთან მივიდა. ლევანიც შემოვიდა და თავაზიანად მიესალმა ყველას. ამას ნახეთ, თქვა გიორგიმ და ნინოს ფოტო გაუწოდა. ეს შენი ბაბუა კოტე და მამა ჩემი, ზურაბი არიან. სანამ ყველაფერი მოხდებოდა, ნინომ დახედა ფოტოს. ორი ახალგაზრდა კაცი იდგა მდინარის პირას, ორივე იღიმებოდა. კოტე ლომიძე და ზურაბ ბერიძე, ორი მეგობარი, რომელთა ცხოვრებაც ტრაგედიად იქცა. ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, თქვა ნინო. ისევე როგორც შენ და მამა. დიახ, დაეთანხმა ელენე. ზოგჯერ ბედისწერა თამაშობს უცნაურ თამაშებს, მათ საღამო გაატარეს ძველი მოგონებების გაზიარებაში. ნინო და ლევანი ჩუმად ისმენდნენ ისტორიებს, როგორ შეხვდნენ თამარი და გიორგი, როგორ გაუმკლავდნენ ოჯახების წინააღმდეგობას, როგორ იბრძოდნენ თავიანთი სიყვარულისთვის. გვიან ღამით, როცა ყველა დასაძინებლად წავიდა, ნინო ვერანდაზე დარჩა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა. ლევანი გამოვიდა და მის გვერდით დადგა. რაზე ფიქრობ? კითხა მან. ფიქრობ, რამდენად საოცარია ცხოვრება, უპასუხა ნინომ. ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა ყველაფერი, ლევანმა ხელი მოხვია. ზოგჯერ საუკეთესო რამეებს ვერ ვგეგმავთ, ნინომ თავი დაუქნია. მართალი ხარ, ისინი ჩუმად იდგნენ, ერთმანეთის სითბოს გრძნობდნენ, როცა ლევანმა უცებ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო. ნინო, დაიწყო მან, ნერვიულობდა. ვიცი, რომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ერთად ვართ. მაგრამ მე ვიცოდი ბავშვობიდან, რომ შენ ჩემთვის განსაკუთრებული იყავი. ნინოს გული აუჩქარდა, როცა ლევანი დაიჩოქა. ნინო ლომიძე, გათხოვდები ჩემზე? იკითხა მან, ყუთი გახსნა და გამოაჩინა მარტივი, მაგრამ ელეგანტური ბეჭედი. ნინოს სიტყვები არ სჭირდებოდა. მისი თვალები უკვე პასუხობდნენ. მან თავი დაუქნია, წრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე. ლევანმა წამოდგა და ჩაეხუტა, მათი ტუჩები შეერთო ტკბილ, ნაზამბორში. ის ღამე იყო დასაწყისი, ახალი თავის, ახალი ისტორიის. ისტორიის, რომელიც უკვე აღარ იყო წარსულის ტყვე, არამედ ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ის, რაც უნდოდა რომ ყოფილიყო.
ერთი თვის შემდეგ ნინომ და ლევანმა იქორწინეს პატარა ცერემონიაზე, ელენეს ბაღში. ბებია იჯდა საპატიო ადგილას, თამარისა და გიორგის გვერდით. ნინომ იცოდა, რომ ელენეს არ ჰქონდა ბევრი დრო დარჩენილი, მაგრამ იმ დღეს მისი სახე იყო ნათელი და ბედნიერი, თითქოს წლებით გაახალგაზრდავდა. ნინომ მიმოიხედა, ლევანი, მისი მეუღლე, იდგა მის გვერდით, მისი მშობლები ისევ ერთად იყვნენ, არა როგორც წყვილი, მაგრამ როგორც მეგობრები, რომელთაც პატივი სცეს ერთმანეთის გადაწყვეტილებას. ელენე, მისი ბებია, რომელმაც იპოვა მშვიდობა საკუთარ თავთან, და სოფელი, მისი სახლი, რომელიც ელოდა, რომ ნინოს ისტორიის ახალი თავი დაეწერა. მან იცოდა, რომ ცხოვრება არ იქნებოდა იდეალური. იქნებოდა გამოწვევები, ტკივილი, იქნებ ისევ დაშორებაც. მაგრამ იქნებოდა ასევე სიყვარული, მეგობრობა და ოჯახი, რომელიც ისწავლიდა წარსული შეცდომებზე და აშენებდა უკეთეს მომავალს. და ეს იყო ყველაფერი, რაც ნინოს უნდოდა. ყველაფერი, რაც ოდესმე სჭირდებოდა.